take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. Everything I do so instinctive and so passionate. Every word I move so descriptive like an adjective. I got a vendetta against people who patented being negative when you should be getting after it. I got facts over tracks, this and that. Spitting slow, spitting fast. I could roast, I could gas. Think I'm okay at last, but I don't know if that can erase all the past. And the pettiness, a reflection of the emptiness. Hilarious, you think you're worth my time, you're delirious. Mysterious, because you hide behind a fake exterior. Inferior, you know I'll always be a bit superior. Get off of me, this ain't no humble brag. I want you to hear words, you can say them back. I want you to feel free from the chains at last, and to believe in what you got, it was built to last, yeah. Now that I've been put through hell, I never got anyone's help. I had to do it all myself. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. მოგესალმებით Joe Roadmania-ს ძვირფასო მაყურებლებო. დღეს გვაქვს ძალიან კარგი ტესტ-დრაივი. აბსოლუტურად მთლიანად ყველანაირად განვიხილავ ჩემს პირად მანქანას, რომელიც არის Ford Fusion CA Navarotki, ესე ვთქვათ. არის CA-ს Navarotki და არის ჩვეულებრივი ტიტანიუმი, როგორც ვიცი. და რა არის განსხვავება ახლა ამ CA-სი და ტიტანიუმში? არაფერი საერთოდ. როგორც მითხრეს, CA-შიც ყოფილა რაღაც დონეები და არის ტიტანიუმშიც, მაგრამ ეს არის CA-ის ეს ასე ვთქვათ ბოლო Navarotki, იმიტომ რომ დიდი მონიტორი აქვს, სავარძლების მემორი აქვს და ეს შემდეგ. მცირე მონიტორი, რომელსაც აქვს CA პაკეტში, უფრო დაბალი კომპლექტაციის არის, მაგრამ აბსოლუტურად არის სისულელე ეს ყველაფერი. ადამიანები იხდიან უბრალოდ $1000-1500 უფრო მეც, რომ ქონდეს რაღაც პაკეტი. არანაირად არ არის ეს სწორი, ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრია. ეს მანქანა არის 2014 წლის, ვიყიდეთ სადღაც $7500 ფარგლებში, 7-დან $8000 ფარგლებში იყიდება და არის 2-დან 2 ჰიბრიდი, ჩვეულებრივი ძრავი. საკმაოდ ეკონომიური არის საკმაოდ ტევადი, მინდა გითხრათ, ოჯახის არის იდეალური მანქანა და ნენელა აგიხსნით ახლა ამ ყველაფერს. რაც შეეხება ახლა გასაღებს. ესეთი პატუკა გასაღებია, არაფერი დიდი, მე მაგალითად არც მაინტერესებს ამის გასაღების ტიპეობა. ჩვეულებრივი Ford Transit-ის გასაღები არის. ჩვეულებრივ შეგვიძლია დავკეტოთ აქედან, გავაღოთ. შეგვიძლია ფანჯრები ჩამოუწიოთ ავტომატურად აქედან, ეხლა ვიგაჩვენებთ. ეს Navarotki ძალიან მაგარი რაღაცა არის და მომეწონა მე პირადად. შეგვიძლია ესეთი რაღაცა, თუ მაგალითად სახში ხართ და ფანჯარა დაგჭირდა დაწეული, უბრალოდ აი ამ ღილაკს ჩვეულებრივად დავაწოდოთ დიდხანს და ჩვეულებრივად ავა ფანჯარას სულ ყველა ვახში. ესე თქვა ძალიან დასეთი რაღაც კონტია. ეხლა რაც შეეხება ამის საბარგულს. საბარგული აქვს საკმაოდ ნორმალური ზომის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქ არის განლაგებული ელემენტები, რაც მინდა ხაზი გაუსვო ერთ რამეს. პლაგ-ინ ჰიბრიდები რომელიც არის, მაგის ყიდოს ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო.
მთლიანი სავარძელი აქვს ოკუპირებული ამ ბატარეებს. ანუ ვერაფერს ვერ წაიღებ ადამიანი რა. აი სამოგზაუროდ რო გინდეს წასვლა ბავშვთან ერთად, ვერაფერს ვერ წაიღებ ვაფშე. ამ შემთხვევაში ხა ნორმალური სავარძელი არის, უბრალოდ საბარგული არის, ნორმალური საბარგული არის. ჩვეულებრივად ჩადებ ორ ჩანთას, სამოგზაურო ბარქსაც და ადექი და წადი ფსიო, კარგად წავა. რაც შეეხება ახლა თვითონ სალონს. სალონზეც მოგიყვებით, რა თქმა უნდა, რამოდენიმე სიტყვით. ჩვეულებრივი სალონი არის, არაფერი განსაკუთრებული, ტყავის სალონი არის, არის ჩვეულებრივი ნაჭრის სალონები, მაგრამ მე რატომაც ტყავი მინდოდა. ძალიან მაგარი ფართი არის და რატო არის ძალიან მაგარი ფართი? მოცულობაში საკმაოდ დიდი ვარ და ყოველთვის მიჭირდა ხოლმე მანქანაში დატევა, ესე ვთქვათ, და მისწორდებოდა წინჯდომა. ეხლა ეს სავარძელი არის თითქმის მთლიანად უკან გამოწეული, იმიტომ რომ ამასინად გვერდზე მხარეს ვიჯექი და პროსტა შეხედეთ, ანუ რამ ხელაზე არის გამოწეული და უკან თავისუფლად ჩდება ჩემი არის ადამიანი. და კიდევ ორი ადამიანი შეიძლება კომფორტულად, სამი ადამიანი ძალიან კომფორტულად იმგზავრებს ამ მანქანაში. ერთმანეთს არ იქნებიან მიჭეჭყებულები, ესე ვთქვათ. ეს არის ჩვეულებრივი ხელის დასადები, აქ ჭიქას ჩადებ ან რაღაცას, ამოიღებ დალევ, გადაკვეთებ ქალებს, არ არის პრობლემა. და კიდევ რამდენიმე დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება ამ მანქანაზე. ამ მანქანას აქვს 8 გიტარა, მაგრამ საკმაოდ შეკრული არის. ფაულის პაკისკები მაქვს, MS-ფიფიანები ბჭყალებში და ნებისმიერ უგზოობაზე ჩვეულებრივად, სადაც ტრასა არის, ანუ თოვლის რო ყოფილა ჩვეულებრივად, ძალიან მაგრად, აი გემივით მიდის მანქანა, რასაც ქვია. არანაირი პრობლემა არ შექმნია. ახლა მე არ ვიძახი იმას, რომ ეს რაღაც კვადრო სისტემას მოერევა ან რაღაცა ოფროუდზე გაიტესტოს. არა. უბრალოდ ჩვეულებრივად ოჯახისთვის რომ მიდიხარ თან, ბაკურიანში მიდიხარ თუნდაც, ან რა ვიცი, ნებისმიერ ადგილზე დასავლეთში, შეხვდა პატარა უგზოობა, ან შეხვდა თოვლი, შეხვდა ან ყინული, ნუ პაკისკები რა თქმა უნდა კარგი უნდა გქონდეს. ჩვეულებრივად გადაადგილდები ნორმალური სიარულით. ქალაქში წვას რაც შეეხება, სადღაც 5 ლიტრიდან 6 ლიტრამდე წვავს. არ მოვიტყუები და ადრე მაგალითად ქალაქში დამიწვა 3.9 ლიტრი წერა, სრულად პარალიზებულ მოძრაობის დროს საცობში და ძალიან გამისწორდა ეს. ამხელა მანქანა რომ ასე ცოტა სვავს, მართლა მაგარი ფაქტია ეს და სადღაც თვეში ერთხელ ვავსებ ბენზინს, მთლიანად ბაკია 45 ლიტრიანი. 50 ლიტრიანი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მაგარი მანქანა ძალიან. რაც შეეხება ახლა ამის ტორმუზებს, რო არ თქვა ეს არ გავამახვილო ყურადღება, ღმერთი არ მაპატიებს. ძალიან მაგარი ტორმუზები აქვს, სადღაც 1-2 წუთი დამჭირდა იმის დამოუკიდებლობა, როგორ უნდა დამეჭირა ფეხი ამიშვა, რომ ძალიან ლაბაუში არ გამიყო თავი. სადაც 160 მილიოდან როგორც კი დავარდი ტორმუზს, ეგრევე ჩამოყარა. დისაქსელერაცია აქვს საკმაოდ კარგი. ესეც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ უკან გიტარები აქვს. რაც შეეხება ახლა ამის მატორს, ბევრი აქ ისეთი არაფერი არ არის სასაუბრო და სალაპარაკო, მაგრამ მაინც შევხედოთ. შევხედოთ. აი უნდა იჩალიჩო ხლა ამას ამდენი ხანი. შევხედოთ ამის მატორს. ჩვეულებრივი მატორი არის 2-დან 2 ჰიბრიდური ძრავი. ეს არის ჰიბრიდის გაგრილების სისტემა. იქით ანტიფრიზიაც ხია ჩვეულებრივად და რამოდენიმე დეტალზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და რაზე ახლა ვგეტყვით. როგორც იცით, Fusion-ზე ყველა ეძახს, რომ აქვს ძალიან კარგი ბატარეები. და აი პრიუსთან შედარებით და კემბრისთან შედარებით, რომ ნაკლებად გაფუჭებადი არის. საქმე ბატარეაში არ არის, ანუ საქმე არის გაგრილების სისტემაში. პრიუს და კემბრის ესეთი გაგრილების სისტემა რომ გქონდეთ, საუბრობთ არ გაფუჭდებოდა. ყველა ვინც იცით Ford-ის ჰიბრიდული სისტემა, აი ყველა აქებს საერთოდ რა, ანუ ამაზე პრობლემა არავის არ ქონია, არის საკმაოდ გამძლე და არაფერი პრობლემა არ აქვს. უბრალოდ ერთადერთი შემთხვევა მქონდა, რომ როდესაც ვიყიდე მე აკუმულატორი არ შევიმოწმებია და არ გამომიცვლა, რამოდენიმე თვეში ძალიან ცუდი სუნი აიყიდა და გაასხა. ეს რატომ მოხდა? თავისი აკუმულატორი უნდა იყენოს ამას, რაც არის განკუთვნილი სპეციალურად ჰიბრიდული სისტემისთვის და ეს არის სადაც 45 ამპერია თუ 52 ამპერია, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც მივედი, არ დავასახელებ კომპანიას, საკმაოდ კაი კომპანია არის. მომკიდეს თავისი 2 წლიანი გარანტიით და მე კმაყოფილი ვარ. არანაირი პრობლემა არ შექმნია იმის მერე. ეს მანქანა არის 2014 წლიანი, როგორც გითხარით. აბსოლუტურად მე მაკმაყოფილებს, ოჯახი
ცოლი, შვილი, ჩასვი წაიყვანეს სადაც გინდა, მოიარენ ბევრი ადგილები. საბურავებიც არა აქვს პატარა ზომა, ამაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. 245-ები აყენია 16 დისკებზე შეიძლება დააყენო. საკმაოდ მაგარი მანქანა არის და დანარჩენს უკვე მოგიყვებით სალონიდან და გადავადგილეთ, ცოტა გავიაროთ ქალაქში. ეხლა გავიაროთ ამ მანქანით, თან მოყვეთ ყველაფერი რა პრობლემები აქვს, რას მივაქციოთ ყურადღება და როგორ არის. ჩვეულებრივი დაშბორდი აქვს, სისტემა, ჰიბრიდული სისტემა აქვს, აი წვას მიჩვენებს სადაც 5.8 ლიტრი. სავსებით საკმარისია ამ ხელა მანქანისთვის. ჩვენიერი მონიტორი გვაქვს აქ, რომელთაც შეგვიძლია გადავცვალოთ კლიმატი, ჩავრთოთ მაგალითად გავადუალოთ, ჩავრთოთ კლიმატ კონტროლი ორდონიანი, ჩავრთოთ კონდენსიონერი, სავარძლების გათბობა გვაქვს აქ, მაქსიმალური ტემპერატურა, შეგვიძლია აი ამ ღილაკის მეშვეობით გარედან შემომავალი ჰაერი გავფილტროთ და იყოს მარტო შიდა მოხმარების ჰაერი. აქ გვაქვს ჩვეულებრივად სტერეო სისტემა. ეს ყველაფერი არის აქ, ასე თქვათ, გაერთიანებული ამაში. აქ კიდე ჩვეულებრივად ითიშება. ეს ხმა იმიტომ აქვს, როდესაც ირთვება ტემპერატურა ფეჩი ან კონდენსიონერი, შემდეგ დატვირთვაზე მუშაობს და უკვე ელემენტს აღარ იყენებს. ელემენტის დამოხტვა პირდაპირ კავშირში არის ტორმუზის სისტემასთან, რამდენადაც სწრაფად დაადგავ ტორმუზს, შემდეგ ივსება პატარა რაღაცა თუ მომახერხე ამას გაჩვენებს აუცილებლად. ეხლა გავიაროთ ცოტა ქალაქში. შევხედოთ როგორ ბილად დადის და აქვე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მართლა გერმანული მანქანებივით, როგორც არის Audi, Mercedes-ი, BMW და კიდევ სხვა ნორმალური ავტომობილები, ხმის იზოლაცია ასეთი კარგი არ აქვს, მაგრამ სავსებით საკმარისია, ახლა გარედან არ შემოდის ხმა, მაგალითად პრიუსშიდაც ნამჯდარი ვარ და სრულიად აი გინდ გარეთ ყოფიხარ, გინდ მანქანაში არ აქვს მნიშვნელობა, ხმა შემოდის ყველა მხრიდან. აქ არ არის ესე, არა გვაქვს ესე, რაც ძალიან სასიამოვნო არის და ეს ძალიან მომწონს. მინიმალისტური ტორპედო აქვს, არ არის რაღაც ფოე ნაწილებით შეკრული ეს მანქანა, მაგრამ ერთადერთი მე რატომაც ვთვლი, რომ ეს მანქანა უნდა ყავდეს იმიტომ რომ წვავს ცოტას. ან უნდა იყიდოთ ჰიბრიდი. ამის ჩვეულებრივი ტურბინიანი ვერსია, რაღაც ეკობუსტი, აი არანაირად, ჩემი პირადი აზრი არის ეს, რომ ის ფასი რაც ეს მანქანა ღირს, ანუ ნორმალურ BMW-საც იყიდი და აუცაც, ანუ უბრალოდ ხა სვეთა აქვს და ამასაც აქვს ცუდი ხარე, რა თქმა უნდა, ეს არის კაროვკა. ამის კაროვკაზე ძალიან ცუდი რივიუები აქვს ყველას და ეს ყველამ კარგად იცის, რომ ამას ძალიან მალე და მარტივად ეშლება კაროვკა. თუ არ მოუარენ, მაგრამ როდესაც მე ვიყიდე ეს ავტომობილი, ყველაფერი საერთოდ ზეთი დაწყებული, პატრიშკები დამთავრებული, ანუ წყლის სისტემა, ანტიფრიზი, ესა ყველაფერი გამოცვლილი აქვს. და ასე თუ ისე, რა ვიცი, ჯერჯერობით ნორმალურად დადის და არ მიმწარებს სულს. და უკვე როცა დაეწყება სულის გამწარების პროცესი, ავდგები და გამოვსვლი ამ კაროვკას და ეგ იქნება და ეგ მან ჯერჯერობით პრობლემა არ აქვს. აქვე აქვს კრუიზ კონტროლის ფუნქცია. აი ეს შეგვიძლია ჩავთოთ, თუმცა უნდა მიდიოდე 40 კმ/სთ სიჩქარით მინიმუმ და მეტიც, რომ ეს სიჩქარის სისტემა გააქტიურდეს. და რატო არის ეს კარგი? ჩვენ საქართველოს გზებზე არის შეზღუდვები 90, 100, 110 და ავტომატზე შეგიძლია დააყენოთ 110-ზე და ჩვეულებრივად იმოძრავებს არანაირი პრობლემა არ აქვს. ამ ავტომობილს აქვს მარტო უკანა ხედვის კამერა, ესეთ კომპლექტაციის არის, რომ არა აქვს როგორც აი ტიტანიუმში არის ავტოპარკინგი და მე არ ვიცი, ანუ ეს ავტოპარკინგი არასოდეს აფოლე ესეთ მანქანა რო ეკონოდა. თუმცა ეს უკანა ხედვის კამერაც საკმაოდ მეხმარება ამ ყველაფერში და ძალიან გიადვილებს, ესე ვთქვათ, დაპარკინგებას, თან მოყვება ეს ზოლები. სავსებით ნორმალური არის ეს ყველაფერი და რა ვიცი, ეხლა გზაშიდაც რომ მიდიხარ ჩვეულებრივად, პერიოდები ნორმალურ მდგომარეობაში არის ამის, ანუ მე არ დავდივარ ისე ამ მანქანით, ძირითადად რა პატარ-პატარა მონაკვეთებს თუ გადავადგილდებით და 1000 ერთხელ თუ გავართ ქალაქიდან. რასაც საკმაოდ ბილად დადის, არანაირი პრობლემა არ აქვს, დიდი პაკეტებიც ეხმარება ამაში, ამ დისკებზედაც არ ჯლიყინებს, არ ჯლაყუნობს არანაირად, ჩვეულებრივად კარგად, რბილად გადაადგილდება. როდესაც დაეწყება პრობლემები, აუცილებელია რომ მიიყვანოთ ექიმთან,
გამოიკვლიოთ რაჭის, არ დაიკიდოთ, იმიტომ რომ ამანქანას არ უყვარს დაკიდება. ერთ ნაწილს რო გამოცვლით და მეორე ნაწილს რო ისე ტოვებთ, არც ეგ არ არის მოგვარების გზა, იმიტომ რომ ის მეორე ნაწილით აუცილებლად გაფუძდება. ერთიანად თუ გააკეთებთ, უნდა გააკეთდეს ერთიანად ავტომობილი. რაც შეეხება ახლა ჩვენი გზები კი იცით როგორ სიტუაცია არის აქ და რა მდგომარეობაში ვართ. მაგრამ არანაირად არ ვთვლი რომ რაღაცა პრობლემა აქვს ჩვენ გზებზე, გადაადგილდება ჩვეულებრივად აჯილი ყინებს და ხმებიც არ შემოდის. გაწევასაც შეეხება. არ დაფრინავს ახლა, არ არის სუპერკარი რაღაცა რომ ამას მოვთხოვოთ ჩვენ სირბილი, მაგრამ აი ის F10 არის, მე მგონი თუ F30 არ ვიცი რომელი არის ზუსტად ვერ ხედავ. იმას ვერ გაასწრებს, F10 არის. ამას ვერ გაასწრებს, მაგრამ აბგონზე რომ ჩავადგა, აი ეს ჩვეულებრივად მიდის. თან ძალიან კარგად კრიფავს ჰიბრიდის კვალობაზე და ტორმუზები საკმაოდ კარგი აქვს. აი მინდა დავანახო ოპერატორს ხო რომ აი ეს ამაზე ვიძახდი როდესაც ტორმუზს დაადგავ, მაშინ ივსება ეს ბატარიის სიცოცხლე და ამით ემატება. კიდევ აქვს ესეთი ფუნქცია, ანუ GPS-ით განსაზღვრავს, სადაც უფრო დიდხანს დგას მანქანა, იმ ლოკაციაზე როდესაც ჩერდები, იმახსოვრებს და შესაბამისად ნელა იწყებს შემდეგ დატენას. სულ ეს რამდენად ნამდვილი არის, არ ვიცი, მე ვერ დავდებ თავს, მაგრამ როგორც გავარკვიე და რივიუები ვნახე, სავსებით ლოგიკურია ეს, რატომაც არა. რაც შეეხება ახლა ინტერიერს, კომფორტული არის, სავარძლების მემორი გვაქვს, შეგვიძლია აქედან ავიჩნიოთ ნებისმიერი ფუნქცია, ესე ვთქვათ, პალაჟენია და აქედან გამომდინარე, როგორც იქნება დამახსოვრებული, ისე დააყენებს. აქვს არკეების მემორიც. აქვს კიდევ კაროვკის ბლოკი არის, როგორც მივხვდი თუ არ ვიცი რა არის, აი ეს კნოპკა. ოპერატორს ვთხოვ რომ აი კნოპკა დაინახოთ. აი ეს კნოპკა, რაც ნიშნავს აი ამ ფუნქციის გააქტიურებას.აღმართზე არის მანქანა. და ეს ნიშნავს რომ ანუ კაროვკა დაიჭერს, ესე ვთქვათ და ტორმუზი ნაკლებად გაწვდება. მე ესე მივხვდი რა ვიცი, რომ არბათ არ დაგორდე და ზედმეტ აპარატებზე არ გადაიტანოს. ამითი მატორიც დაზღვეულია და კაროვკაც. ეს საკმაოდ კარგი რაღაცა არის. მე ძალიან მომწონს ეს მანქანა. და რა ვიცი, ჯერჯერობით მაკმაყოფილებს ეს მანქანა და ალბათ თუ გავყიდი, შემდეგ ისევე რაიმე ჰიბრიდს ვიყიდი ან რაღაც ამაზე უკეთეს. იმიტომ რომ პირველი ჰიბრიდი არის ჩემს სამყოლი აქ ამ ჰიბრიდები უყურეთის გუგუნაძრავები მომწონდა 4 BMW მყავდა და შემდეგ კიდე სხვა მანქანები და იმის შემდეგ ეს ცოტა ესე ვთქვათ არ მომწონდა ამის ძრავის სიჩუმე რა ეხლაც ვერ ვეგუები ხოლმე რომ ხმა არა აქვს ანუ ეს არ მომწონს მაგრამ ნუ ჰიბრიდული სისტემა არის და გეხმარება აი დაწვის დროს ხარჯავს ყველაზე მეტ საწოლს ჩვეულებრივი მანქანები ძრავი და ეს არის ავტომატიზირებული უკვე ელექტროპაკეტებს ამ ყველაფერს და საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული. წვას რაც შეეხება როგორც გითხარით 5-დან 6 ლიტრამდე აქვს, საკმაოდ კარგი წვარი მინდა გითხრათ აი ამ მანქანისთვის. და რა ვიცი, რაც შეეხება დანარჩენი თქვენთვის მომინდია, ვეცადე რომ მაქსიმალურად ამომეწურა ეს სადაც 9 წელიწადი აყავს ეს მანქანა და ვეცადე რომ მაქსიმალურად მე თქვა ის პრობლემები და ის სიკარგე რაც ამ მანქანას აქვს. რა თქმა უნდა იდეალური არ არის. არ ჯობია ბევრ მანქანას, მაგრამ ბევრ მანქანასაც ჯობია. ამით ჩვენი ტესტ-დრაივი და რივიუ დასრულებული არის ჩემო მეგობრებო. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, დამიკომენტარეთ, მივიღებ შენიშვნებს, რას გამოცვლით, შემდეგი რა მანქანა გავტესტოთ. ვთხოვთ რომ მაქსიმალურად ვიყოთ კორექტულები. შეიძლება მე რაღაც შემეშალოს და ამის გამო არ მომკლათ. და უბრალოდ ვთხოვთ რომ მოიწონოთ ჩვენი არხი. დაასაბსკრაიბოთ, ამითი დაგვეხმარებით ჩვენს, დაგვილაიქოთ, დაგვიწეროთ კომენტარები და შემდეგ რა ავტომობილს ვისურვებდით. ნახვამდის.